საგურამოს მოსახლეობის ნაწილს დასუფთავების სამსახურთან პრეტენზიები აქვს. მოსახლეობა ირწმუნება, რომ დაბაში ანტისანიტარია და ნაგავი 10 დღეა არ გაუტანიათ. მცხეთის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ დასუფთავების სამსახური კვირაში 5 დღის განმავლობაში მუშაობს. საკვარისია თუ არა ეს გრაფიკი ადგილობრივებისთვის, რომ მოთა რაოდენობა ზაფხულის სეზონზე იზრდება, ნახეთ დეტალები ჩვენ სიუჟეტში. გუშინ ესე იგი მოვიდნენ გაიტანეს. ასე გამოიყურებოდა ეს ადგილი ჯერ კიდევ გუშინ. ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს ტერიტორია გაწმენდილი დაგხვდა. საგურამოს მეორე ჩიხში დღეს არც დიდი ოდენობით ნარჩენები ეყარა და არც სანაგვე ყუთები იდგა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე გუშინდელ დღემდე დასუფთავების მანქანა 10 დღეა არ მისულა. ადრე ესე იგი გაქონდათ 2 დღეში ერთხელ რაღაც და ახლა რა ვიცი, როცა ესე იგი მომდებათ, მაშინ გადავწყვეტ. ორი ბუნკერი იყო, გუშინ ესე იგი და ჩაიტანეს აგერეს სტოლბასთან რა. აგერეს ბოძი რომ არის და ვენის. ეხლა და ახლა არ ვიცი, სად არის ახლა დაბლა უნდა ვნახოთ, შეიძლება იქ დაბლა არის ჩაწანილი გზის დაბლა რა. საგურამოში მაცხოვრებელთა ნაწილს დასუფთავების სამსახურთან პრეტენზიები არ აქვთ, თუმცა მოჭარბებულ დანაგვიანებას ადგილობრივები დამსვენებელთა რაოდენობის ზრდას უკავშირებენ. სადაც დავდივარ, სადაც უბანში, ყველა უბანში ვხდები, ყოველ დილით დააქვენ. გინდა ჩემი უბანი, გინდა სხვაგან, ყველგან მიხდება რა. ამის პრობლემა არ არის და ბოლო პერიოდში მოხდა ის ამბავი, რომ დროზე აღარ გააქცნენ ეს ნაგავი. საგურამოში დასუფთავების მანქანა კვირაში 5 დღე დადის. მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მანქანების გამოძახება დამატებითაც ხდება. ხალხი ქალაქიდან გამოსულია და აქეთ არიან ისვენებენ და უწევს ხოლმე მარიამულებს გავსება რა და მაგით გამო ალბათ ეძახიან ადამიანები, რომ ეს დამატება ჭირდება ალბათ იმ დღეში ერთხელ და შეიძლება დაჭდეს შის დილას აღამოს. დილით აუღია, გასულან 6 საათზე აუღია და ჩამოულა უნდა ყოფილა ცალილი და მოსახლეობა ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ უნდა შეამყრია და ცელოფლით გადაუგდა, ძის დაუგდა. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ნაგვის მანქანებს დაამატებენ.